მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია, მინდა აუცილებლად მოვიკითხო პატიმრები განსაკუთრებით, უნდა მოვიკითხო აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვის განსასწრებში შეყარდა და ვისაც რაღაცა პრობლემები გაქვთ, ვისაც აი სხვა ადამიანის მიმართ რაღაცა განცდები კიდე დაგჭა თუ რაღაცა გიყვართ ადამიანები, ასაკოვანი ხალხი განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო და რამდენი ადამიანი არის რაღაცა მიჯაჭული რაღაცა სარეცელს რაღაცა ყველას მინდა რომ ბედნიერება და ყველაფერი სიკეთე გისურვო და დიდი მადლობა იმისაც რომ ხართ საერთოდ თქვენგან ძალიან ბევრი მადლობები მომდის პატიმრებისგან რაღაცა ბევრი ადამიანისგან და მადლობას გიხდით იმისაც რომ ხართ და დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს ხათაშორის ერთი თვეველოდები ხოლმე ეს სტუმარი ხარო წავა კიდე ერთი თვე არ მოვა და რაღაცაეთ მამა ალექსანდრე ბოლქვაძე ყველა მიცი ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ და დაგლოცეთ მამა მოდი აი ხაზე დაგლოცოთ ღმერთმა და მადლობა მოწვევისთვის გიორგი რა მინდა თქვა ესე იგი რომ ძალიან მეხმარება ეს ობიექტივის გამოსვლები რომ რაღაც თემებს დაუძრავ ხოლმე ამბიონიდან ქადაგების და მე ნუ ახლა საკვირაო ქადაგება ხა დიდხანს არ გამოდის რომ გაგრძელდეს და მე აქ რაღაც ვამატებ რაღაც მაქვს საშუალებები ხო რომ ხო და ამას წინათ გიორგი ну ჩვენ მინიატურებში ხო ჩემპიონები ვართ რა თვითონ ბიზანტიოლოგები აღიარებენ რომ რაღაცა ესეთი ხატები ზოგიერთი არის უფრო აღმატებული ვიდრე ბიზანტიური ეს ბერძნული ხატები და მინიატურები გვაქვს საოცრება და ამ მინიატურებს ათვალიერებდი და ესეთი ადგილი ესეთი სურათი ვნახე ესე იგი იოსებ დამწინდველს ეგვიპტიდან მოდიან კი არა მიდიან და რაღაც ეგვიპტის ის არის რა ეგვიპტეში რო ცხოვრობდნენ ის პერიოდია ასახული წმინდა ოჯახი 9 წელიწად ცხოვრობდნენ წარმოიდგინე იქ და პატარა მაცხოვარი ყავს ხარზე იოსებს და მე დავფიქრდი აი ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ სურათზე რომ წარმოიდგინე გიორგი რომ ვინ იყო იოსებ დამწინდელი იყო უბრალო კაცი დურგალი კაცი წარმოიდგინე და რა ხდა რა ღირსი რა რისი გახდა წარმოიდგინე ქვეყანა ვინ შექმნა ყველაფერი რასაც ხედავ წყალი მიწა ხეები ტყეები პლანეტები წარმოიდგინე ცხოველთა ფაუნა ფლორა ადამიანი ყველაფერი აი ვინც შექმნა ის ყავს კისერზე ნუ წარმოიდგინე რა მხელა ნუ ღვთისმშობელს ყველაზე დიდი ერისა ხო რომ დაიტია დაუტევნელი მაგრამ აი იოსებ და მე დამეწყო ფიქრი რომ აი ყველას რაღაც თუ ხარ ქრისტიანი აი ღმერთი ისეც მოგმადლებს სასწაულებს რა და გამახსენდა ნათქვამიცმა ალბათ მე და ჩემი მეუღლე ესე იგი ნინო ეხლა სამონტყოფოში იყო ოპერაცია გაიკეთა იმაზე თირკმელზე და მინდა რომ შევეხმიანო და აუცილებლად და ესე იგი ვართ სვეტი ცხოველში აი ნინოს ვეუბნებოდი რომ რა სასწაულია ნინო ჩვენი ცხოვრება მეთქი ვართ სვეტი ცხოველში და მოაქვთ დიდი სეფისკვერების ეს ნატეხები რაზეც იწირება ესე იგი ძღვენი და გადმოვარდათ ეს და მე ვთხარი რომ მე სპეციალისტი ვარ სულ ნაწილ ავიღებ თქვენ წადი და მე ავიღებ მეთქი და ნინო ეხა მომწონდა მაგრამ ეფეს ვერ უბედავდი ეხა ვიფიქრე ან არ ვიცი გათხოვილიც მეგონა მეთქი ოჯახი ალბათ და ნუ არაფერი უბრალოდ ისეთი კარგი იყო ნინო რომ შეხედავდი მოგეწონებოდა და დავიწყე ამ ნამცეცების აღება და ნინო მითხრა რომ არ ვიცნობდი რა აი მაგ დროს გავიცანი პირველად და ეუბნება რომ შეიძლება მოგეხმაროთ კი მეთქი და თან გამიხარდა ძალიან და დავიწყეთ ამ და მე ნინოს ვახსენებდი ნინო მეთქი აი არ არის ჩვენი ცხოვრება სასწაული მეთქი რომ მაშინ იფიქრებდი რომ მე და შენ არც ვიცნობდით რომ 39 წლის თავზე გვეყოლებოდა 13 შვილი და 22 შვილი აი ეს ხო სასწაულია ნუ იოსებს ეს ხვდა ღირსად და აი ყველა ქრისტიანს რაღაცა კვირინელს მამაო იგივე არიმათიელს ამხელა რაღაცა ხო და აი მე შემდგომ ვაბობ აი ეხლანდელი ქრისტიანებსაც რომ დაუკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას
რამხელა სასწაულია თვითონ ღვდელი წარმოიდგინე ხა მე ვარ ღვდელი ხო რომ ანგელოზებიც კი გაკვირვებული არიან ანგელოზებსაც არ მიეცათ ამის საშუალება ეპისკოპოსებს და ღვდლებს რომ შეწირონ ძღვენ წარმოიდგინე ხო და აი რო დაფიქრდები რაღაც სასწაულებია რა ძალიან დიდი როგორც გრიგოლ ხანძთელი ამბობს და პატარა სასწაულები ყველგან ღმერთია და ყველაფერში შეგვეწევა ღმერთი სტუმრები მყავდა ეხლა ლაშარში უკრაინელები, რუსები, ირანელები და ქურთები და ნუ ჩვენც ქართველები ვიყავით და ოქტომბრის ბოლოს რა წავედით და ამათ უთხარი რომ პანტამსხალია მეთქი პანტამსხალი და მოუწყვიტოთ მაგრამ დავაგვიანეთ ეთყობა ოქტომბერში სექტემბერში უნდა მოკრიფო და აი ისეთ სასწაული მოლოცვა იყო და აი ეს დარჩათ მარტო ხინჯად ო როგორ მინდოდაო ეს პანტა ისეთი რეკლამა გავუკეთე და მოდის ეს ერთი და მეუნება შემდგომ ორი კვირის შემდეგ რომ აი ეს ხინჯად ხო დაგჩაო მაგრამ მოვიდაო მეზობელი და მომიტანო პანტის კომპოტი და პანტის ის მურაბაო ესე იგი გამიგე აი ყველგან რო ქრისტია ყველაფერს რო გისრულებს აი საოცარი როგორ შეიძლება ეს ვერ დავინახოთ მამო ეხა ბევრი ადამიანი ეხა თუ შეიძლება რომ ის კითხოთ რომ ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა თავის ცხოვრებით და როგორ რამდენიმე შეხმარება ღმერთი არა და რომ კმაყოფილი იყოს და რამდენ საბაბს აძლევს და როგორ ზოგი ვერ ხედავთ ხო მამო თუნდაც რომ გავიღვიძეთ თუნდაც რაღაც აი ხა იმ დღეს მოძღვარი ამბობდა მამაო რომ ჩვენო მაღვიძარას ვაყენებთო და შეიძლება დილას დარეკოს და ჩვენ ვერ გავიღვიძოთ და ჩვენ გეგმავთ წარმოგიდგენთ მამო რა არის ცხოვრება ხო რამდენმა შეიძლება დილას დააყენოს მაღვიძარა და ვერ გავიღვიძოს იმ მაღვიძარამ და ჩვენ რომ გავიღვიძეთ მეთქი ამდენი დაბადებაა თქო და ყოველი დღე დაბადების დღე გიორგი და რა არიცი აი რაც შეეხება აი სახარებაში მოცემულია აი კარგად არის ეს ლაზარე რომელიც გლახაკი ლაზარე რომ არაფერის მქონე კაცი იყო რა არც ცოლი არც შვილი წარმოიდგინე არც ქონება არაფერი არ ქონდა ამ კაცს და თან იყო ავანტყოფი ეს არის ამაზე მეტი არ არის ახლა თქვათ გაჭირვება ხო მადლობდა ღმერთს და ჩვენ უნდა ყველა ვარიანტში უნდა მადლობდეთ ღმერთს რადგან ჩვენ მარადიული ნეტარი ცხოვრება გველოდება მარადიული და ის რაც ნაკლოვანებები გვაქვს თქვათ ვიღაცა შვილი არ ყავს ვიღაცას სიმდიდრე არ აქვს ვიღაცას თანამდებობა არ აქვს ვიღაცა გაუნარდა ასე შემდეგ ყველაფერი უხვად მოგვეცემა იმდენად დიდად ამიტომ ორიენტირი მარადიუსობისკენ უნდა გქონდეს და რა თქმა უნდა ღმერთი აავსებს ყველაფერს ყოველ ჩვენ თხოვნას სხვათა შორის თუ გახსოვთ რაღაცა ფილმიდან იყო მე მგონი აკაკი ვასაძე რომ ყვდებოდა ნუ ეთყობა იქ უკადაგეს აზიარეს ბოლოს და ასეთი რამ უთქვია რომ იმ ხო აკაკი ვასაძეს როგორ უყვარდა თეატრი კინო და იქო იქნება თეატრიო და იქნება უთხრეს იქ და ზოგი მე კამათი დაიწყეს რატო უთხრესო იქ თეატრი იქნება და საქმე რაშია რა არის საქმე ოქროპირს უწერია პირდაპირ გიორგი რომ თეატრში რო წახვალთო და ნახავთო იქ არაჩვეულებრივად ჩაცმულ ხალხსო შენც მოგინდებაო რომ სცენაზე ახვიდე და შენც იმათთან ერთად იყო ხოლო ზეცაშიო ისეთი თეატრიაო პირდაპირ ეს 23 ტომშია გვერდიც მახსოვს საშინელ სამჯაროს შესახებ ქადაგება და ოღონო ეს თეატრიო მოწყობილიაო არა ისეთი საგნებით რასაც ჩვენ უყურებთ არამედ უფრო დიადი და სასწაული საგნებით არის მოწყობილი ასე რომ ის რაც ჩვენა გვაკლია მოგვეცემა აუცილებლად თუ სწორად ვიკეთებ თუ მადლობთ ღმერთს ახლა როგორც ჩვენ თქვი ბერები წარმოიდგინე მაღვიძარას აყენებენ მაგრამ არიციან და მარტო ბერები კი არავინ არ ვიცი ჩვენ გავიღვიძებთ არ გვიძებთ ხო რუსთაველი ხო ამბობს ცდების და ცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად ესაა ჩვენი ცხოვრება მარადიულისკენ უნდა გქონდეს ჩვენ ორიენტაცია და აი გიორგი ჩვენ დილის და საღამოს ლოცვებს ვკითხავთ რა ძალიან მნიშვნელოვანია რა გაგებით ვინც დილის ლოცვას წაიკითხავს იქ არის
ესე იგი რომ ჩვენ ვითხოვთ რომ იმ დღეს მოგვეცეს ყველაფერი რაც მადლობა სიხდი რომ გაიღვიძე და გაიღვიძე და ეხლა იმდენად დიდი მნიშვნელობის არის ეს დილის და საღამოს ლოცვები რომ წარმოიდგინე ამ ლოცვას თუ შენ წაიკითხავ ნუ გარდა იმისა რომ შენ გეთვლება უკვე რომ ხო ვინც არ ნახა მე პატიმრებიო მაცხოვარი ამბობს ესე იგი უნდა მოინახულო პატიმრები გაჭირებულები სულ არის ჩამონათვალი და გეთვლება უკვე წაუსრულელა თუ ამ ლოცვას წაიკითხავ და თან თუ ეს დღე შენი უკანასკნელი დღეა აი ამ და ეს ლოცვა წაკითხული გაქვს და ნუ ძიმეცოდა თუ არ ჩაიდე შენ ყველა ცოდვა გეპატიება და მერე უკვე შენდობის ლოცვა წესაგების დროს იქ დაემატება ის რომ ნამდვილად გეპატიება წარმოიდგინე რა მნიშვნელობის არის და თუ გაგრძელდა ცხოვრება ხომ კაი ესე იგი დღეგრძელობა და იმ დღეს მოგეცემა ყოველივე სიკეთე ასევე საღამოს ლოცვა გიორგი იმდენად დიდი მნიშვნელობისაა ხო თან იქ დამავიწყე ერთი რამის დამატება რომ დილის ლოცვაში გიორგი ჩვენ თუ ამ დილის ლოცვას თლიანად წავიკითხავთ უერთდებით მთელ მსოფლიო ეკლესიას და იმ დღეს შენთვის ლოცულობს ყველა ათონზე და ხო აი ამ და საღამოს ლოცვა თუ ჩვენ ამ ლოცვას წავიკითხავთ მაშინ ასევე თუ ის ბოლო ღამე იქნება შენ უკვე გეპატიება ყველა ცოდვა ამ ლოცვით წარმოიდგინე და ესე იგი უზარმაზარი ნაბიჯია გადადგმული ამიტომ ამ დილის და საღამოს ლოცვას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ხოლო თუ ღამე ნუ ის უკანასკნელი არ არის გაიღვიძებ მშვიდობიანად კეთილა და ამ სუხთის დიდებაში უნდა ვიყოთ როგორ შეიძლება არავითარ შემთხვევაში არაფერი სარგებელი არა ეხლა ჩვენ ვიწუწუნოთ და რაღაც დავაბრალოთ ღმერთს რაიმე ყველაფერი რაც ხდება ადამიანის ბრალია ეს პოლიტიკა როგორ აი სოფლიო მოვლენები რაც არის სოფლიო მოვლენები ჩვენი ცოდვების ბრალია და ადამიანის ბრალია ვისი ბრალია რაც ხდება მამო, თან მამო, რაღაცნაირად ეხა ამ ყველაფერს რო გააკეთებ, ხო? შემდგომ თუ გათავისებული გაქვს შენ რისთვისაც გააკეთე, მე მთელი დღე კეთილი ხარ, არაშავებ რა. იმიტომ რომ აშავებ რაღაც ეხა წვრილმანებს კი, მაგრამ აი რაღაც შენთვის სულ ერთია, ვიღაცა რო დაგიშავე, სიბოროტეს ვერ ამჩნევ. და კაი არის ძალიან, იმიტომ რომ გათავისებული გაქვს რისთვის წაიკითხე, ხა იმ პატიმრისთვის რო წაიკითხავ იმისთვის, ხო? იმდენად კეთილდება შენი სული, რომ სხვა უნიშნელო ხდება, სხვა სიბოროტე და ვერ ამჩნევ და მაგიტომ არის კარგი და საჭირო, აუცილებელი არის რა რაღაცნაირად აი ერთი წარმოიდგინე უფალო შემიწყალიც რამხელა ლოცვა არის და ამ ხელაზე რო ამდღე დროსო დაუთმო უფალს და პირველ რიგში შენ თავს ამით რამხელა სიკეთე არის ხო? მამო თუ შეიძლება კიდე აი გიორგობა მოდის მაგალითად და აი რამხელაზე დიდი ის არის და სასწაული მოდის და უკვე 11 წელია საოცრება, ნამდვილად საოცრება აი ესეც კი გიორგი აი სულ ამას ვამბობ რომ მთელი ჩემი ცხოვრება, შენი ცხოვრება, ყველამ რო დააკვირდეს თავის ცხოვრებას არის უბრალოდ დიდი საოცრება, დიდი სასწაული. ეხლა ვინ იფიქრებდა წარმოიდგინე ერთ ცელქი ბიჭი ვიყავი სკოლაში, სადაც მე 62-ე სკოლა დავამთავრე, იმის ეზოში აშენდა ეს ტაძრები და წარმოიდგინე ეხლა იქ სულ ფიქრობ ხოლმე რომ მე რომ მეთქვა ხო რომ აქ აშენდება ტაძარი ან წარმოედგინა და იქ ვიქნებოდი წინამძღვარი და ეს რომ მეთქვა პედაგოგებისთვის ხო იფიქრებდნენ რომ გაგიჟდა და ამას როგორ ვითხოვდი მაგრამ ეს არის საოცრება გიორგი ხა რომ იქ სადაც გავიზარდებ სწავლობდი იმ ეზოში სკოლის ეზოში ესე იგი იქ ფეხბურთს თამაშობდით იქ გავიზარდე რა რომ მithყვიან და ეხლა ეს სასწაული, უდიდესი სასწაული რომ ან იქამდე იყო ხო მამო იქ იყო ტაძარი იყო რომელიც 37 წელს დაანგრიეს და ბოლო წინამძღვარი იყო დეკანოზი გიორგი ჩიქოვანი და პირველად რომ მოვიძიეთ ეს ყველაფერი ეს სურათები ეს სად იყო ტაძარი იმის რუკები და ყველაფერი ეს ესე იგი რომ მოვიძიეთ გაუცდი რომ ეს კაცი ესე იგი დაანგრეული ტაძრის უკანასკნელი წინამძღვარი იყო დეკანოს გიორგი ჩიქოვანი და განახლებული ტაძრის წინამძღვარი პირველი მე ვარ ესე იგი და საოცარი რა იყო იცი რომ შევხედე ეს სურათი ისე გავს ოღონ ეხლა ცოტა მე ეხლა უკვე მეუღლე მაკონტროლებს და ესე ცოტა მკრიჭავს და მე ადრე ვიყავ ესე გაბურძმული არ ვაქცევდი არაფერს ხომ და აი ეს გაბურძგნულობაში ძალიან გავარ იმას
უფრო კიდე мама ჩემს გავს და ეს მამაში მამა ქვემო ბეთლემის წინამძღვარი იყავი და იმიტომ ეთქვა ის წერი ახასიათებდა. ხო და აი ესეც ხო სასწაულია რომ ნახე გაუგნდი კაცო ძალიან დიდი სასწაული და იქ მაგალითად სასწაულები ხდებოდა რა იქ მეორე ტაძარს რო ვაშენებდით გია პაიჭაძე იცი შენ ჩვენი ბევრი იმის დიდი დამსახურება ძალიან მეორე ტაძრის მშენებლობა და იქ აღმოჩნდა ამ ისტორიებში ესე იგი რომ ის ქუჩა ყოფილა პაიჭაძის ქუჩა და ყოფილა ვინმე პაიჭაძე რომელიც ესე დიდ დამსახურება ჰქონდა იქ ეკლესიაზეც და რაღაც იმ უბანზე საბურთალოს იმ უბანზე სასწაული არ არის ასევე ჩვენ ვინც ესე იგი ხელმძღვანელად დავნიშნეთ ოღონ ახლა უკვე მესამე ტაძარიც აი გილორის წმინდა გიორგის ხატის სახელობის დავითი და კონსტანტინეს სახელობის ილორის წმინდა გიორგი და წმინდა გიორგი ხო და იქ ვინც დავნიშნეთ ესე იგი ერთადერთია ხომ ამო თბილისში დავით და კონსტანტინეს სახელობის კი სადღაც არის არა მე ვიცი რომ მე არ მინახავს მე მქონდა მე მინდოდა რომ ესე იგი თუ მეთქი ოდესმე მოახერხე რომ ტაძარი აშენდეს და დავით და კონსტანტინეს სახელობაზე მეთქი და იმიტომ თან ყველა დიდ მოწამეებია რამოდენმე ათეულია და იმ ათეულში შედიან ხო ათეულში შედიან მაგრამ მარტო მოწამეებში კი არ შედიან ისინი ესე იგი ღირს მამებსაც იტევენ იმიტომ რომ ესე იგი სულ დილას აღამოს და ლოცვაში და ჟამნობას კითხულობდნენ და სულ წირვას ესწრებოდნენ და ქალწულებრივიც კი იმიტომ რომ ნუ არ მრუშობდნენ ცოლი კანონიერი ცოლიც კი არ ყავდათ გამიგეთ ესე ქალწულები ღირსებაც დაიტოვეს ღირსი მამების დიდ მოწამეობაც და ნუ რაღაცა დავით 50-მდეა მე მგონი ეგეც წმინდა ხო და კიდევ ესენი აღმატებულია ძალიან ბევრზე ხა წმინდა გიორგი პირველი ის არის დიდ მოწამე და ძლევაშემოსილი მაგრამ დანარჩენებზე სულ ყველაზე აღმატებულია იმიტომ ქეთევან დედოფლის ნუ ქეთევან დედოფლი ხო და დავით და კონსტანტინე ესე იგი დავით და კონსტანტინეს ხო და ის ილორის რო თქვი და ოთარ კუპრაშვილი ვყავს რა ოთარ კუპრაშვილი რომელიც ხელმძღვანელობდა იმ მესამე ტაძრის აშენებას და ისტორიამ გვანახა რომ იქ იყო კუპრაშვილი დადიანების ისეთი დიდი დამსახურება ჰქონდა ილორის ტაძრის აშენებაზე რომ პირველ ხაზს დაკლავდნენ ხო იქ პირველ ნაწილს ჭრიდა კუპრაშვილი დადიანი კი არა და მე მთელი წელი ინახავდნენ და წიწკნიდნენ ან თუ ავად იყვნენ რაღაცა ცოტას როგორც მადლს რა და პირველ იყო კუპრაშვილი ესე იგი ნუ აი ესეთი დამხმარებელი რაღაც სასწაული უფლის ხელეურები უფლის რა თქმა უნდა თე მამა არაფერი არ ხდება ისე ხო აი თითქოს რაღაცნაირად ეხლა შეიძლება გეგონოს რომ რაღაცა ისეა მაგრამ ერთიაში მაინც რაღაცასთან არის ბრმაში ხო სულ კი და აი ხო და აი ამას ვამბობ რომ აი ამან რაღაცა გამიფართო ეს თითქოს ეს ზურგზე რო ყავდა მაცხოვარი იოსებ ისა დამწინდელს ნუ რას სასწაულია ღმერთო წარმოიდგინე რა სასწაულია რომ როგორ ღირს ყო ღმერთმა ერთი დურგალი კაცი უბრალო ეხა ქრისტე რო არ ყოფილიყო იოსებ დამწინდელი ისე წოდებოდა და კაციშვილს არ ეწოდებოდა და საერთოდ ქრისტე რო არ ყოფილიყო პალესტინაში და იქ ისრაელში საერთოდ არც არავინ იქნებოდა ტურისტები და არც არავინ ჩავიდოდა და ასე შემდეგ არც ის არის არსებები არც ის აი აქედან ჩანს ქრისტე რო მესია ერთ-ერთი კიდევ აქედან შეიძლება სხვათა შორის ეხლა წამოვჭერი ერთი ძალიან საინტერესო საკითხი რომ ნუ რა თქმა უნდა ეხლა ახალ ძველი აღთქმაში რაც წერია მიმართულია მესიაზე რომ მომავალში რაც იქნებოდა და არის ხო ახალი აღთქმა და ესე იგი პეტრეს და პავლეს ქადაგებების დროს ესე იგი და სასწაულების მოხდენის დროს ესე ქრისტეს რაძალა ჰქონდათ ხო რომ ათასობით ადამიანი და მთელი ქალაქები მოიქცეოდნენ ხოლმე გამიგეთ რა სასწაული ხდება და ესე იგი უკვე პირველ ქადაგებაზე პეტრეს პირველ ქადაგებაზე 3000 ოღონ ეს 3000 მორწმუნე კი აღარ იყვნენ წმინდანები იყვნენ ისეთი მადლი გადმოვიდა პირდაპირ ანატებდნენ მოციქულთა თანასწორები და წარმოიდგინე რომ უკვე ძველ აღთქმას ერთმა პირველმა დღემ
ქრისტეს დაბადების დღე ხო არის სულთმოფენო ერთმა ქადაგებამ უკვე გარდა ამეტა ძველი აღთქმის წმინდანებზე იმიტომ რომ ძველი აღთქმის წმინდანები თითებზე იყო ჩამოსათვლელი და მერე უბრალოდ პეტრეს და პავლეს ქადაგებები ან როგორ მოახერხეს ესე მოკლე დროში რაღაც 20-30 წლის განმავლობაში სადაც შევიდოდნენ ყველგან განსაკუთრებით რომში და დიდი დამსახურება პეტრეს ყველგან მთელი ქალაქები რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა საერთოდ ყველა ქრისტიანი იქნებოდა მაგრამ ებრძოდნენ ხო ებრძოდნენ ქრისტიანობას და ძალიან ებრძოდნენ მე სამი საუკუნე ებრძოდნენ სისხლის ზღვაში აბანავის ქრისტიანები მიუხედავად ამისა როგორც მაცხვარი ამბობს ამაღლების დროს მე თქვენთან ვიყო ვიდრე უკანასკნელ დღემდე აი ამას ხედავთ ჩვენ თელ ამ ისტორიებს და სხვათა შორის ამას ტელევიზორში ვნახე ესე იგი იმდენად დიდია პავლეს დამსახურება რომ პირველად ევროპაში რომ ზარბაზანი მოიგონეს, ხო? დაარქვეს პავლე მოციქული, ესე იგი ერთ-ერთ პირველ ზარბაზანს ერქვა პავლე მოციქულის სახელობის ზარბაზანი. და ეს გამოსაწევი რო არის, ესე იგი ზარბაზანი ქონდა პავლე მოციქულის თავი. წარმოიდგინე. ეს რატომ იყო ესე კათოლიკურ სამყარო იყო ის მერე იმიტომ რომ იმდენად ძლიერი იყო ქადაგება დამანგრეველი ძველის და მტრის პავლეს ქადაგება რომ აი სიმბოლურად მიიჩნიეს რომ ზარბაზანი რომ დაანგრევს ესე იგი მტერსო ნუ მაგათი გაგებით და აი ესეთი ძლიერი პარალელი ქონდათ გავლები ესეთი ძლიერი იყო როგორ უნდა იყოს მამა ჩვენი სიტყვა ესეთი ძლიერი იმიტომ რომ დღეს რაღაცნაირად გაუფაზე ხა აი ამდენი ქადაგებებია რაღაცეები მაგრამ თითქოს რაღაცნაირად აი ძალა არ აქვს ხა აი წარმოგიდგენთ იქ 12-მა კაცმა რა ქნეს რომ აქამდე მოვიდა ხო ეს სარწმუნოება და ჩვენს რაღაცნაირად მამა ძალიან ბევრი ქადაგება რაღაცმა ის სიძლიერის კარგავს და რატომ მამაო აი მადლი არ არის ჯერ ერთი ხა ის რო გავიდა რომ იქ როგორც ეთყობა სხვა სულიერი ძალები იყო ეხლა სხვა მაგრამ მიუხედავად ამისა აი რა უნდა გამოვასწრო დილის ქადაგება რას გავს იცი აი თუ მღვდელი აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ ორკესტრი ასრულებს რაიმე დიდებულ ნაწარმოებს აი ნუ თქვათ იქ რა ქვია ნუ დიდები იქ ვერდი თქვათ მოცარტი და ასე შემდეგ ხო ის გინდა ძველად შეასრულე გინდა ეხლა შეასრულე ის მელოდია და ხიბლავს ადამიანს ასევე თუ მღვდელი დაეყრდნობა იმ დიდებულ ნაწარმოებებს ოქროპირის ქადაგებებს ასილი დიდის ხო გრიგოლი ღვთისმეტყველის და დიდ კორიფეებს მოკლედ დაეყრდნობა იგივე იქნება იგივე ძალა იქნება უბრალოდ უნდა გადმოსცე კარგად და სხვათა შორის ერთი ქადაგება თანამედროვე მღვდლის რომელიც ამბობს რომ რა თქმა უნდა ამას ამბობს რაც მე ვთქვი რომ ესე ყველაფერზე უნდა დაეყრდნო ამ დიდებულ შრომებს მაგრამ თუ მღვდელი ცოდავს ნუ აი ჩვენ არავის სხვათა შორის კაი თემას მიადაგით ზუსტად ეგ უნდა აი ცოდავს თქვა არასრულებს ცნებებს და არც აინტერესებს და ასე ესეთი ასეთმა მღვდელმა რომ თქვას არ მოდისო ხალხის გულამდე და გულამდეო ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს პატიოსნებას პატიოსანი თუ არის მღვდელი ის უბრალოდ სიტყვაც რო თქვას ის აუცილებლად მივა იმამდე სმენელამდე აუცილებლად მივა და ამოი დარწმუნებული მაშინ იგივე პაისი წარმოიდგინე არც განათლება ქონდა ეს პაისის არაფერი მაგრამ სულიწმინდის ჭურჭელი იყო ისეთი კაცი იყო ისეთი მოშურნე ადამიანი იყო რომ რა გააკეთა წარმოიდგინე რომ მთელი სოფლიოდან მთელი სხვათა შორის ორჯერ მინდა ვთქვა პაისის შევხვდი ორჯერ მართლა მამა პაისის ორჯერ შევხვდი და პირველად რომ მივედით რატომღაც არავინ არ იყო მივედით მამა ზურავი ეხა ბასილი არქიმანდრიტი მამა ბესარიონი მამა შიო და ნუ ჩვენი მეგობარი სამღვდელოება და მე მეკეთა ჯვარი და ამათმა თქვენს რომ ჯვარს არ ატარებენ მოკლედ იქ ბერებიო და მე რა ვეღარ მოიხსენე თუ რაღაცა ეს გამოყვა და ჩავიდე ჯიბეში და რო გამოვიდა პაისი
დამლოცე ეს ხო დაინახა და ეგონე ეპიკრიოსკოპოსი და ესე იგი დამლოცე და ხო რაღაცა თქვა ეთყობა ალბათ დამლოცე მე აუხსენეთ მე არ ვარ ეპისკოპოსი მე ის არა ქვია გითხრა რომ თქვენ ლახათ ლუხუმიო რაღაც ცოტა ხეობა იყო და ამოდიოდი ლახათ ლუხუმი ჭამეთო არა ჩვენ ახლა ლახათ ლუხუმი გვაინტერესებდა პაისი და ახლა ისეთი დავიჭირეთ რომ არ ლახათ ლუხუმი ვითომ არ გვინდა და რაღაცა არა ჯერო ჭამეთ ლახათ ლუხუმიო და მე ამოდითო და დავიწყეთ ლახათ ლუხუმის ჭამა თან ვიყურებით ესეც გვიყურებს მოგვეწონა და კარგად ჭამთ და ეთყობა შეგვატყო რომ მადაზე მოვედი და აღარ დატოვოთო სულ ყველაფერი შეჭამეთო მე ამოდი გვესაუბრა დაახლოებით 2 საათი აი რაზე ამახვილებდა მამა ყურადღებას აი რაღაც დრო მაშინ რთული დრო იყო 90-იანი წლები ეს ძიმე წლები საქართველოსთვის ყველა მიცოდას აშუქებდნენ მთელ სოფლიოში და რაღაც მე როგორც გვითარგმნი და ცოტა ესეთი ის იყო თარგმნელი მაგრამ როგორც მე გავიგე რაღაც მე ესე აღვიქვი რა ყოველ შემთხვევაში და მართლა ეს ჩემი აღქმა ყოველ შემთხვევაში გამართლდა პაისი ამბობდა რომ ну ახლა შეიძლება სხვანაირადაც თქვა მაგრამ მე როგორც გავიგე რა რომ პატრიარქზე არის ყველაფერი დამოკიდებულიო და რაღაც ესე თქვა თითქოს რომ პატრიარქი ამ ძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანს საქართველოს ღმერთო რა ეგრეც არქნა ეგრეც მოხდა ზუსტად რა პატრიარქის ამხელა დამსახურება იყო ღმერთო რა და ისეთ საინტერესო საუბარი ქონდა მე კიდევ ბევრ რამეზე საუბრობდით ასე მაგალში წარმოიდგინე რომ პაისისთან რომ ну ახლა საათნახევარი ნამდვილად რა მე ასე მახსოვს რომ თითქოს 2 საათი ვისაუბრე და აი უკვე მეორე წელს დიახ რომ მივედით იქ უკვე იმდენი ხალხი იყო რა ვიცი რატო დაემთხვა ესე რომ იქ მხოლოდ რო შევხვდით გადავკოცნა დაგლოცა და გიცნოთ ისე მამა ალბათ არა იმძორა რა ვიცი აღარ მახსოვს ისე მოკლედ დაგლოცა რაღაც 1-2 სიტყვა გითხრა გაგვამხნევა კიდევ და მე წამოვიდა უკვე მესამე ჩასვლაზე გარდაცვლილი იყო პაისი და წავედით მოვინახულეთ მისი საფლავი მაგრამ რომ მივედით ახლა ხო იცი მოგზაურობთ ახლა დრო აღარა გაქვს ჩვენ არ გქონდა დრო მაგრამ აუცილებლად უნდა წავსულიყავით პაისი როგორ შეიძლება არ გვენახა და მივედით და დაკეტილია მონასტერი ესე იგი ვერ მივედი და ახლა ხო დაგწყდება გული რომ აი პაისის საფლავთან ვერ მივედი და მამა პეტრე ბარამიძე მახსოვს ნუ ჩვენ უკვე უნუგეშეთ ვიყავით რას ვიზამთ ამბობდი წავიდე და პეტრე მახსოვს განმარტოვდა და მე გითხრა რომ პაისს ვეხვეწებოდიო ვევედრებოდიო რომ არ დაგტოვო ესე რომ გაგვიყონ მონასტერი და უცებ ხედავთ მანქანა მოდის დედები მოდიან ვიღაცას აცილებდნენ გაგვიხსნეს და ნუ სამღვდელოებას ვარ ვეღარ და აი ნამდვილად მამა პეტრე ბარამიძის ლოცვით პაისიმ შეისმინა და მივედით და უკვე იქ ну машин паისი არ იყო წმინდა ჩერაცხული და პანაშვიდი გადავიხადეთ საოცრება იყო ჩვენ პატრიარქს ძალიან აფასებდა და თქვა ხო მამა მე მაგას აქვს ნათქვამი ხო რომ ესეთი დიდი წმინდანი გყავთო თქვენო საქართველოში და აქ რო დადიხართო ხო იქ ბერძნებს სხვათაშორის ძალიან უკვირთ ხოლმე რომ ზოგი რო ჩადიან თურმე მამაო რო ისაო და თქვენო საჩამოხოი თუ იქ იმხელა მამები გყავთო და უწმინდეზე სხვათაშორის მამა ბენიამინზეც გახსოვთ ნინომ თქვა რო ისა რო ქვიო მითხრესო რომ აქო ჩვენთან რო ჩამოდიხართო სხვათა შორის ესეც მინდა ვთქვა ბევრჯერ მითქვია მე იქ ქადაგებაზე მაგრამ ამ აუდიტორიაში ესე იგი მაქსიმუსი იყო კიდე ძალიან დიდი მამა რა ძალიან დიდი და მჭრეტოლი რა და ივერონის წარმომადგენელი იყო ესეც ზემოთ ქონდა 1-2 კილომეტრში თავის პატარა თავის ხელით აშენებული პატარა ტაძარი თავის ხელით აშენებული კედლები და საფლავი ქონდა უკვე გაკეთებული ხო ოღონ ბოლო წელი ბოლო იმას ესე იგი წლებიც ეწერა აღარ მახსოვს როგორ და მოკლედ მაქსიმუსთან ავედით ეხლა ვიმეორებ შეიძლება ახაც არა მამა ჩვენ არ მე არ ვიცი მაგრამ პატრიარქზე მინდა რომ გავამახვილო ესე იგი მაქსიმუს როგორი თვალები ქონა რაღაც გამჭოლი და მამა ბასი მაშინ მამა ზურაბი რომ მოვიდა შეხედა და ნუ რუსული იცოდა ცოტა და
ესე უყურა და ხაროში უთხრა რა, კარგი ხარო. ეს რო უთხრა, რა ბრძოლა დამეწყო, იცი, მეთქი ხარ. მამა ზურაბის შემდეგ მე უნდა მივსულიყო. არ მითხეს ცუდი ხარ. ბლახოი თუ მითხე ხლა, აი გამისკდება გულმეთი და გაუშვი ეს უბლები, მეთქი ვიღაცას ეთქვის ბლახოი და იმის მერე მე თუ მითხა კიდე არაუშავს და ყველას ეუნება ხაროში. მამა ბესავის ეუნები ეხა შენ მიდივით. იმედი მქონდა ამას მაინც ეთქვის. ბლახოი და ამ დროს ამასაც ხაროში რო უთხრა, მივედი კანკალებდი ისე შემეში და მე აი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე იტყო და ბლახოი რა. და ჩემზეც ხაროში რო თქვა, აი მე რა გამიხარ და მე ერთო როგორ გამიხარ და ისე კი გავიფიქრე ეს ყველაზე ხაროში ამბობს მეთქი. რო იცოდეს ჩემს. მაგრამ ნუ მაგარი გამჭოლი კაცი იყო და ამ კაცმა გითხრა მაქსიმუსმა, სხვათა შორის მე კიდევ ნახეთ მე და მამა დავით ისაკაძე ვიყავით ღვთისოსთან ერთად, სხვაგან იყო უკვე გადაყვანილი, სადაც დაიბადა და წარმოიდგინე რა პატივი აქ ზოგიერთი ახლა თორე პატივში როგორ არ არიან, აქაც დიდ პატივს ცემენ სასულიერო პირებს, სადაც მაქსიმუსი დაიბადა, იმ სოფელში რომ მივედით, რომ გვენახა ეს კაცი, ძალიან ბევრი მთები გადავიათ, რაღაცა, აი გავიჭივრეთ რა, მაგრამ გვინდოდა გვენახა და მაქსიმუსთან რომ მივედით, ნახეთ მაქსიმუსის ძეგლი სოფელში, ჯერ ცოცხალი და დიდი ტაძარი და იქ ერთი კაცი იყო ძალიან კარგი კელის მომხმარე, ესე იგი ამ ბერზე და ათონელი ივერონელი ბერი იყო, ძალიან უყვარდა ქართველები და საქართველოს დროშა ჰქონდა სხვათა შორის იმაში, საბერძნეთის და საქართველოსი თავის კელიაში და მან გითხრა რომ ესე იგი ისეთი პატივს ცემენ ამ სოფელში და უზარმაზარი ტაძარი იყო მის საპატივცემულოდ აი აშენდაო რომ აქ დასაფლავდესო შემდგომ ისო და რაღაც ის მალე გარდაიცვალა შემდგომ აი მე ხო მე მოგვივიდა ცნობა აი მე რო ნახეთ იქ წასული რომ გარდა ძალიან მოხუცი იყო რა მაგრამ მან გითხრა პატრიარქზე რომ ძალიან დიდი კაცი ყავთო რა და ისაუბრა პატრიარქზე ჩვენ რამოდენიმეჯერ ნახეთ მე მაქსიმუსი და ძალიან ესეთი უდიდესი კაცი იყო და აი წარმოიდგინეთ ჩვენ პატრიარქს როგორ არის იცი შიგნით ეხა როგორ ხედავთ კი არა რას არ ხედავთ ხო მისი დამსახურება ყველაფერი მაგ გარედან კიდევ უფრო მაგრად ჩანს გამიგე გიორგი გარედან ჩანს ეს ყველაფერი ხო ეხლა იცოდა ყველამ რომ საქართველოს ეკლესია იყო რაღაც 7 მღვდელი და რამოდენიმე ეპისკოპოსი ყავდა და რამოდენიმე ეკლესია იყო ქუთაისში, თბილისში და ბათუმში და ნუ აი იყო რა. წარმოიდგინე მე რა გააკეთა პატრიარქის 60 ქულო ღვაწლმა და კურთხეულ არს ღმერთი წმინდათა შორის ხო წერია ფსალმუნში და აი ეს მაქსიმუსიც მინდოდა სხვათა შორის გვიწინასწარ მეტყველა რომ ეხლა წადით სწრაფათო თორე ვერ მიასწრებთ ვახშამსო და ვახშამ ისეც უკვე ჩატარებული იყო ესე ვფიქრობდით იმიტომ რომ გადავაცილეთ 6 საათს და ამაზურამა გითხრა რომ მოხუციაო რა და ეთქვა დაიღალაო და ისე გითხრა წაათ ეხჭკავ ცოტა გაიქეცდო გითხრა რადგან გვაკურთხაო და გავიქეცით და მართლაც ხედავთ რო არ გავქცეულიყავით კარები იკეტებოდა უკვე ვახშამზე იყო შევასწარი და დაიკეტა და მე რო გითხეს რაღაც მოხდაო და პირველადო ჩვენ ისტორიაში ეს და პირველად მოხდაო და ეს კიდე მაქსიმუს ხედავთ აი როგორც პრაის ეს ფილმი რო გადის უყურებთ ხო მამა სხვათა შორის მამა ელისე მეუნებოდა რომ ის ნახე რაღაცებს მეუნებოდა ხო მე არ უყურებ მაგრამ აუცილებლად რაღაცებს ისეთი ისაა რომ თვითონ მამაო თავისთვის არ აწუხებდა არასოდეს თუნუე ღმერთს აი ისიც თუ სხვებს კურნავდა და შეეძლო რომ ეთქვა რომ სიმსიმე მჭირდაო და გადარჩე მაგრამ არ აწუხებდაო რა მაგარი რამხელა ის იყო როგორც აი სერაფიმ საროველიც იგივე ის ქონდა ავადმყოფობა ხო აი ღვთისგან არის და თვითონ პავლე ამბობს ავად ვარ მას ხო რაღაც ეპილეფსიურის მსგავსი ქონდა გარდა იმისა რომ ქვებით ქოლავდნენ და სხეული დაზიანებული ქონდა და რა ვიცი როგორ არ აწამეს რამოდენიმეჯერ მათრახი გადაკრეს 40-ჯერ იკვდებოდნენ ადამიანები და 5-ჯერ კიდევ რაღაც ისეთი ფიზიკურად ვერ რჩებოდნენ ეგეთი ხო და პავლემ ყველაფერს გაუძლო და მაგრამ ეს ეპილეფსიური რო ქონდა ეს ქადაგებას ფიქრობდა რომ ქადაგებაში ხელს მიშისო და რამოდენიმეჯერ თხოვეო ღმერთსო მაგრამ ღმერთმა მითხრაო რომ არაო ეს სპეციალურად ესე იგი ღმერთმა დაუტოვა
რომ ნუ წარმოიდგინე რომ მტრებსაც ოცხლებ ასეთ ამბებს აკეთებ კოჭლებს კურნავ ბრმებს კურნავ ქადაგებ მთელი ქალაქები იქცევა და რო არ გაამპარტავდება რაღაცნაირად ადამიანს რო ხო და ეს არის რა ჩვენც რატო არ გვეძლება გიორგი ხანდახან ეს ხანდახან კი არა ალბათ სულ წარმატება არ გვეძლება სულიერ ცხოვრებაში მაგრამ აქაც სიბრძნეა ჩადებული იმიტომ რომ როგორც კი წარმატება მოგვეცემა იმ წამსვე ამპარტავნები ხვდებით ამიტომ ძალიან ბევრი წმინდა მამა ამბობს რომ პირიქით ამ უძლურებისთვის თქვათ მადლობა ჩვენ აი რომ არაფერი არ გამოგდის ვერ მარხულობ ვერ ლოცულობ და უფალო შეიწირეს ჩემი უძლურება ვერ მარხულობ და აი ამ თავდაბლობაში აღავლინე და ადიდე ღმერთი სხვათა შორის გიორგი აი ურთიერთობა საერთოდ ხო ძნელი ადამიანებს შორის რატო არის ურთიერთობა ძნელი იმიტომ რომ ადამიანები თავს იმაღლებენ ამიტომ თორე ახლა წარმოიდგინე აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის ცოდვილი მიდრეკილი ყველანაირ ცოდვისაა და მიდრეკილი ძალიან ეშმაკიც ეხმარება ამაში და რა გვაქვს ან რატო უნდა იყოს ადამიანებს შორის ესე იგი ურთიერთობა რთული არ უნდა იყოს ყველა ცოდვილი ვარ მაგრამ აი ადამიანი რო არ პარტავნებს უკვე ძნელი ამ პარტავან ადამიანთან ძალიან ძნელია ხო ურთიერთობა თან მამაო რა არის აი ხშირად მეუბნებიან ხოლმე მე სხვათა შორის მithქვამს ხოლმე რომ ძალიან მიფიქრია რომ აი რაღაცა ეხა მამა გიორგი ჩაჩავა ამბობს რომ მეო ეხა ძალიან მაგარი მღვდელი რო ვიყო უნდა შევიდეო სამწყობოში ხელი უნდა დავადო ადამიანს უნდა განიკურნოს რა იმ დონის ის რო ვიყო აი როგორც მოციქულები იყვნენ და რაღაცაო და ამ შემთხვევაში მამაო აი ხა დღევანდელ ადამიანს მამაო ძალიან წმინდა და ისეთი სასულიერო პირი რომ დაუყენ შეიძლება გაუკვირდეს მამაო ხო მიხვდით აი ხა აი ძალიან გახსნილი ადამიანის ახსარება რომ მოისმინოს წმინდა კაცმა შეიძლება თქვას ვა ეს მაგისთვის ჩინური იყოს და იმიტომ არის რომ ამ ადამიანებს გამგები ჭირდება რომ იგივე ცოდვა გავლილი რო გაქვს უფრო ადვილად შედიხარ მის მდგომარეობაში ეს არის მით ხა მღვდელს რო სიწმინდეს გთხოვენ მე ის სიწმინდით მე თავისი ცხოვრებით რო კი რა თქმა უნდა წმინდა ყველა მაგრამ რაღაცა ის არის ხო იმპატივის იქითკენ პირადი ცოდვები ხო ის თუ არ ექნება მე შენ ცოდვას ვერ გაითავისებს ხო მამაო ეგ არის და მაგიტომ დაუშვა ღმერთმა რომ რომელიღაც სასულიერო შეიძლება გქონდეს რაღაც ცოდვები მამაო და ეს ჩვეულებრივისა იმიტომ შენ გამგები გჭირდება ეხა მე მაგალითად აი გეფიცებით ყველაფერს მამაო პატიმრობაში ვინც არის ნამყოფი მღვდელი პატიმარი ადამიანი რომ გამოდის უშვებ მასთან ხოლმე როცა მეუნებად იმდენად კარგი ის გამოდის დუეტი ამ ხრივ და იმდენად უგებს იმიტომ რომ იმან იცის რომ იმის გასაჭირი იცის ციხე იცის რაღაცა იცის და ისე ხაბა ის რო არ იცოდეს ამან ისო პატიმარი რომ მოუყვება შეიძლება თმები ყალხზე დაუდგეს და ვერ გაუგოს ვა ეს რეებს იდენო ხო სიტყვაზე ესეთი რაღაცაა და ეს დაშვებულია და ჩვენ ესე რო ვითხოვენ მამაო ჯერ შენი თავი განკურნე და მე სხვას მოთხოვე რომ რაღაცა ისა წმინდა იყავი როგორ იქნება ამ ქვეყნებში ჩვენ ჯერ ერთი ვერც ვიქნებით ესეთები იმიტომ რომ ის ძველი რაც იყო ხა წარმოიდგინე ხა სად ის რომ მოციქულები იყვნენ მოწაფეთა მოციქულთა მოწაფეების სულიერი მოძღვარება სად შენ რომ პავლე რო იყო შენი მოძღვარი ხო სხვა ტიპი იქნები, სხვა ადამიანი იქნები და ასე შემდეგ აი იოანე ოქროპირი რო იყოს და წავიდა ხო ეს დრო კი წმინდანები არიან მაგრამ შემცირებულია ხო სწორი ვარ არა ის დრო აღარ არის მაგრამ ღმერთმა ხო დატოვა ეკლესია შვიჯერ ზეცხები საიდუმლო უამრავი ხალხი იკურნება გიორგი რა ვიცი ისეთები უთქვიათ აი ხა პატრიარქი ხო წმინდაა მამაო იმასთან რომ ხო ცოდვებზე ვერ ელაპარაკე იმიტომ რაღაცა სხვაგან არის და იმიტომ გინდა შენაერ სტილში ის ადამიანი რომელსაც გამორიცხე პატრიარქი ჩემი ცოდვები რომ მომიყო გირჩევნია რა ცოდვიანი მოდელი ხო გაცმენი დაჟე ისიც მაწყოს უფრო ცოდვილი იყოს აი ვისენებ ხოლმე რა არ უკვირს რა ხო და არა სწორია იმიტომ რომ ესე იგი ასე რომ ხო და ამაშიც სიბრძნეა რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება იმ წმინდანს იმ კაცს ვერ უთხრა ვერა მამო ჩვენი ცოდვები ხო მატერიალის ხო და ეს შენდობის ლოცვა კიდე აუცილებელია და ის მადლი იმასაც აქვს და ძალიან წმინდასაც აქვს და ის არ ვქვა ცოდვილსაც აქვს ის მადლი ის ღვთისგან მოდის და ეს არ ესმით მამო რაღაცა ითხოვე აუ მამაოს ესე აი რაც ერის ბერიო რო აყოფენ ხოლმე ამერიდან არის სასაული რა არის ხა ყველაზე მთავარი რა არის რომაცო
აი ეს გამონა თქვა ეკლესიაშიც ესეთები ხდება ეს უგუნური თქმა ჩვენში არ შედგება იმიტომ ადამიანი ესე იგი ვერ ცნობს თავის თავს და ვინ არიან ეკლესიაში მოსულია ის ხალხი ხო ვინც ერთშია ხო ანგელოზები ცოდვილი ადამიანები ვართ უბრალოდ რა თქმა უნდა მღვდელი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს რა თქმა უნდა იცი რა გამახსენდა განმეორდები ალბათ ერთი მღვდელი ლოთობდა ხო რა მაგარი ისტორია დიახ ხო გამიმეორდა კი აქ არ გითქვამთ მამა თქვენ დიახ სოფელმა რომ მოითხო მოკლედ დაწერეს წერილი რომ ეპისკოპოსისადმი რომ განკვეთეთო ეს მღვდელი მოკლედო ლოთობსო და შეუჩერეს და გადაწყვიტა ეპისკოპოსმა რომ განკვეთოს და ეუნება ხვალ მოდიო ჩემთანო კაბინეტშიო და განკვეთის ლოცვას წავიკითხო უნდა მოკლედ უნდა შეგაჩერე აი ნახეთ უბრალოდ უსმინეთ აი ამისი კითრა დღეს ეპისკოპოსმა ღამე დაიძინეს მეორე დღეს სანამ გათენდებოდა ძილში ხედავს სიზმარს უამრავი ხალხი მიცვალებულთა სულები აღმოჩნდა და თხოვენ რომ ეს მღვდელი არ განკვეთო და რაღაც წვალობს ეპისკოპოსის სული და ეუნება რატომ და ეგენ ეუნება ეგრო განკვეთო ჩვენ ვიღა მოგვიხსენებს და მოკლედ გამოეღვიძა და დაიბარა ეს მღვდელი და ეუნება რამე ღვაწლი გაქო არაო ცოლიო გარდამეცვალაო და მეო იმდენად მიყვარდაო რომ მე ალკოგოლს შევეჩვიეო რაღაცა მის გარეშეო ძალიან გამიჭირდაო და ამიტომ დავიწყეო ესეო და შევეჩვია მაგრამო ერთადერთიო რასაც ვაკეთებო წირვას ვიწყებო მე მგონი 2 საათით ადრეო იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიცვალებელს ვიხსენებ სანამ კვეთაშიო რა და საიდან იხსენებ ამდენ მიცვალებელს აი ვიღაცა რომ ეთყო და გაჭირებული გარდაიცვალა ან სასაფლაოზე რომ დავდიოდი და ნახავდი ღარიბი ადამიანი ვიწერდი უფრო გაჭირებულებსო და 2 საათი უძღვნიო აი ამ კვეთას რომ ესენი სულ მოიხსენიო ნუ წარმოიდგინე ხა ამოდენიმე 1000 სული მიცვალებული და გაუგდა ეპისკოპოსი და უთხრა რომ ეცადეო რომ ნაკლები დალიო არ დათვრეო და მე ერთსაც აუხსნა რომ ეს კაცი რომ განკვეთო მიცვალებულებმა შემაწუხესო რომ არ განმეკვეთე ეს კაცი ხო და ასია რა თან მამო რაღაც გადაწყვეტ მომენტ ეგეთი ადამიანი შეიძლება უცბად ისე დაგიდგეს თქვენ რო ყვებით მამო კიდე ისიც მოხევით თუ შეიძლება რომ მინდა რომ ცოტა დრო არის და აი ბერები რო სიტყვაზე სურო სვავდნენ არ იქცეოდნენ ისე და ის რომ მოხდა რომ ხო რომ აი გადამწყვეტ ახალმოწამეები არიან რუსეთში ერთი მონასტერი იყო კიდე ვიტყვი კი ბატონო ძალიან დამრიგებლურია და სული სასარგებლო მათ განიკითხავდნენ ხო ყველა განიკითხავდა არქიმანდრიტთან დაწყებული ყველა იყო ლოთი რა და მე სამაგონი და სვამდნენ და ჭამდნენ და იყო ერთი არც ესე იგი და ერთ-ერთ ამ იმას ემზადებოდნენ სალოთავოდ და გაამზადეს რა და უკვე კომუნისტების დრო დაიწყო და ამ დროს შემოვარდება ერთი ბერი რომ წითელი არმია შემოვარდაო და გეძებენო და დაგხოცავენ სულ ყველასო და არქიმანდრიტი ადგა და თქვა მოდიო რა ღორულად ვიცხოვრეთო და სულ ლოთობაში გადა მოდი ხო აშკაცურად ქრისტიანულად მოგტეთო და შემოდიან და დაიწყებენ გალობას დიდება ქრისტე და ესენი ხოცავენ ესენი არიან ახალმოწამეები აი როგორ ის ამიტომ არ უნდა განვიკითხოთ მაგრამ რომლებმაც ესე გადაწყვიტეს ხშირად ხდება აი მამო ბოლო 6 წუთი დარჩა და კიდე წამით მამო დრო გაგვექცა ძალიან ხო რაღაც მართლა გაიქცა ხო იმიტომ დიდხანს ვერ ყოფილ ესე იგი მალე აი მამო 25 დეკემბრისთვის უწმინდესის ის არის და აუცილებლად დღესასწაულია და უნდა მობრძანდეთ თქვენ მამო თან სპირიდონ ტრიუმფტელის ხსენების დღე არის და თან ჩვენი უწმინდესის ანგელო დიახ ანუ არა შეიძლება 4-შაბათი არ იყოს მაგრამ რაც არ უნდა იყოს იმ მაგ დღეს გავაკეთეთ თუ გინდათ 24 იყოს პრობლემა არ არის ხო 24 შაბათი თქვენ იმიტომ რომ კარგად საუბრობთ პატრიარქთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოგონებები გაქვთ არა მე რა მიხარია იცი პატრიარქთან 45 წლის იუბილეო გადაიხადეს და სხვათა შორის პატრიარქმა მოგზალებით უნდოდა ძალიან დიდი ფილარმონიაში და არ გარქნა პატრიარქმა და ნუ პოსტივის ტელევიზიამ მაინც ესე ძალიან დიდი გრანდიოზული ღონისძიება იყო და გახსნა იყო მეუფე დანიელი და მე ისე გამიხარდა დაემთხვა ესე ხო და მე იქ აღნიშნე კიდევაც არ მახსოვს ეს შეიძლება არის თქვა იქ ბევრი რამე ამოჭრეს მე თქვი რომ
მეუფე დანიელს მე ასე ვიცოდი ყოველთვის და წამსვლესია რომ პატრიარქი ყველაზე მეტად უყვარდა, ну რაღაცნაირად თავდადებული იყო გამიგე მეუფე. ძალიან ერთგული. 40 ჯერ კაცი იყო ნინოს გზაზე, ფეხით მოიარა, წარმოიდგინე, მე არ ვიცი ეს რა გვაწლია, პატრიარქის ლოცვა კურთხებით და ეხლა 2000 მოკლედ 2026-ში გრანდიოზული სულელობა ის იქნება დიდი ზეიმი უნდა ჩატარდეს ღონისძიება 1700 წლისთავი საქართველოს გაქრისტიანების წარმოიდგინე და ამას ეხება სპიკეროს პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეხვედრებია მეუფე დანიელი და მეუფე დანიელმა და მე ასე ვთქვათ გავხსენით ასე მეუფე დანიელმა ხო მე მახსოვს ეს კადრები იქ აღნიშნე კიდევაც რომ მე იმდენად მიყვარდა და მიყვარს პატრიარქი მეთქი რომ აი ესე მოეწყო რომ მისი 45 წლის თავზე რაღაცნაირად აი მე გამოვედი და მეუფე დანიელმა და მე გავხსენით ეს ღონისძიება მეთქი და აი ძალიან გახარებული ვიყავი და ეს რაზე მოვაბით ახლა რაღაცას პატრიარქზე ამბობდით 25 დეკემბერს იქნება აი ზუსტად და 25 დეკემბერს რო იყო ხო და აი ძალიან დიდი საბედნიერება ხო მისი და აი ახლა თუ ვიცოცხლე ღმერთმა ინება აი რა რამეს მეუბნები შენ გიორგი პატრიარქი აი ეფრემი იყო ჩამოსული არქიმანდრიტი ეფრემი და ნახე რა თქვა რომ პატრიარქის სიცოცხლე მასო ფიზიკურად ესა ნუ 92 წლის ღმერთო სასწაულია უბრალოდ და მაგრამ ის სულიერად ისე ლოცულობსო საქართველოსთვისო რომ ეს არისო უდიდესი ძალაო საქართველოს ფარველობისო და წარმოიდგინეთ ახლა რომ გიორგი ჩვენ რო ფიქრობთ რომ არის ხო უპირველეს ყოვლისა მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში და რო ფიქრობთ რომ და რელიგიურად ესეა რომ სოდომსაც კი არ დაჟიდა 10 წმინდანი რო ყოფილიყო სოდომსაც არ დაჟიდა ღმერთი და რატო არის ესე? იმიტომ რომ ეთქობა არის ესეთი დიდი ადამიანი წმინდანი, ნუ პირველ ყოვლისა პატრიარქი და აი პატრიარქი რო ცოცხალია რაღაცნაირად უდიდესი ღმერთმა დღეგრძელობა მიცეს მრავალი წელი, აი რაღაცნაირად ვართ მშვიდად რა. გარანტია მშვიდობა. გარანტია, აი როგორც მე მაგალითად ვერ ხვდებოდი როცა ვკითხულობდი თამარ მეფეზე რომ ამბობდნენ რომ თამარ მეფე ყველა ლოცულობდა როცა ავად შეიქმნა თამარ მეფე რომ არ გარდაცვლილი იყო ესე იგი და დღეგრძელი ყოფილიყო გახარისხებულიყო მის სიცოცხლე რატო იმიტომ რომ აი ამას გძნობდა ქართველი ერი რომ მისი სიცოცხლე იყო ქართველი ერისთვის ძალიან სასარგებლო და აი რაღაცად მის ფარველობის ქვეშ იყო მისი ლოცვის აი მსგავსია ხა პატრიარქი რა აი ზუსტად თამარ მეფის შემდეგ ვერც წარმომიდგენია აი სხვაზე ვინ შეიძლება ყოფილიყო რომ ესე გეფიქრა და გაიგივებულია საქართველოს გაიგივებულია და აი ეფრემეს აღნიშნა და ძალიან გამიხარდა დიახ და მამაო სხვათა შორის ისა აქვს აქვია როგორი ისა აქვს იცი რომ აი პატრიარქ საქართველოს რო ახსენებ თუ არა მამაო საქართველოსთან ასოცირდება არც ერთი დიდი ადამიანი ესე რომ აი ილია მეორე იტყვი და ჯორჯი ეგრევე გეუბნებიან საქართველოს აი ყველა მიცის წარმოიდგინეთ რა ხო რა თქმა უნდა და ესე იგი როგორი დღეგრძელია პატრიარქი მიცა ღმერთმა რომ მე მახსოვს რომ პატრიარქები იქ რუსეთის იყო ანტიოქიის, ალექსანდრიის და ეს პატრიარქების სიტყვა მახსოვს, რომ რაღაცნაირად აი შენ ახარ ჩვენი წინამძღოლიო რა და ჩვენ შენ მოყვებითო. რაღაც აი ამ დაახლოებით ეს სიტყვა სიტყვით არ იყო და ნუ მართლაც ესია რა. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის პატრიარქი არის ქრისტეს ეკლესიის აი ნამდვილად წინამძღოლი და ზედამხედველი და მისი ლოცვით ძალიან ბევრი რამ და სასწაულები ხდება. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის მამა უცხოეთ შეიხა ერთ დავამატებ, რომ უცხოეთ ესე თქვეს, რომ თუ გინდათო ღმერთი იწამეთო, საქართველოს შეხედეთო, იწამოთო, რომ ღმერთი არსებობს, საქართველოს შეხედეთო, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება ისეთი ერები გადაშენდნენო, რომ
საქართველოს არსებობს. მე სხვათა შორის ტელევიზიით ნახე ვიღაც ეგვიპტელი პროფესორი ისტორიკოსი ამბობდა რომ ნახეთო შუა აზიაშიო სადაც კი მივიდნენ მუსლიმებიო ყველგან აიღიხოცა ქრისტიანობაო ეგვიპტეშიო შემოვიდნენო და გაქრა ნუ არ გამქრალა რა თქმა უნდა არის ნაწილი მაგრამ და ეს არის საოცრებაო საქართველოს რომ ამდენი ხანი ესე იგი სულ ესე იგი უძლებდა აი ამ შემოტევებს და დარჩა ქრისტიანობა ეს მართლა სასწაულია მართლა აი ღვთისმშობლის ფარ და წინ გველის აუცილებლად აქამდე არ მოვიდოდა გამორიცხულია წირო დიდი სიკეთე არ გველოდებოდეს და დიდება უფალს დიდება მართლა ქართველი უნიკალურ ადამიანებს რომლებიც აი ვიცი ბოროტი ყველაფერს აკეთებს რომ რაღაც საქართველოს დაიცავს მაგრამ არ დაიცლება ზუსტად ვიცი კარგად იქნება ჩვენი საქმე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია აი პატრიარქის წყალობით ბევრი სასულიერო პირი ბევრი ადამიანი არის რომელიც აი დედა ქეთევანი მამა ბენიამინ აი მამა ალექსანდრე მამა ელისე რა ვიცი ყველანი ძალიან დიდი ხალხი არიან რომლებიც აუცილებლად უდგანან და გადაარჩენ ხო იცი მე რა ვთქვი და ბოდიში ერთი წამიც და ესე იგი შეიძლება აი ერთი ადამიანი ხო იფიქრებ რომ აი შეიძლება ორმა ადამიანმა აი შექმნას ერთი წმინდა ხო და თქვენ და ვახსენე არქიმანდრიტ ელისე და ბენიამინი აი ეს ორი ნამდვილად იფიქრებ რომ ნამდვილად შეიძლება ვიღაცას ეჭვი შეეპაროს ერთი კაი და ან ეს ორი რო აიღო ნამდვილად ერთი წმინდა ხო იქ ძალიან ერთმა გვიმრავლოს მამა ელისეს და მამა ბენიამინის და ერი ხალხი დიდი მადლობა და დედა ქეთევანიც კიდე ავიცი ამ ბოლო ხანებში რაღაცნაირად ეს ადამიანი გუშინ რაღაცა წმინდა ნიკოლოზი უყვარს ძალიან მაგრამ და მეც მიყვარს და რაღაცნაირად ესეთი კავშირი გვაქვს ხოლმე მადლობა რა რომ ხართ აბსოლუტურად ის ადამიანები ვინც აი ამ ძიმე ყოფას უძლებთ რამხელა აი სასულიერო პირზე რამხელა განკითხვები და ყველაფერი მოდის კარგად ზანდება და აი ყველაფერს რო იტევთ დიდი მადლობა მამა ალექსანდრე დიდი მადლობა რომ ხართ და ჩემთვის ხართ ის ადამიანი რომელსაც მართლა სიცოცხლე ღირს რაღაცაზე რომ დავიწუწუნებ ხოლმე მახსენდება რომ თქვენაირი ადამიანები მყავს და ჩუნდები და მადლობა ამ ყველაფრისათვის რა კარგად ზანდებოდ ნინოს მოვიკითხავ განსაკუთრებით და ყველა ადამიანს ვისაც მამა ალექსანდრე გიყვართ აი ყველას აი ჩემი დიდი პატივისცემა მრევლს განსაკუთრებით სხვანაირი მრევლი გყავთ თქვენ მამაო და დიდი მადლობა რა უღრმესი მადლობა კარგად ზანდებოდ პატიმრებს განსაკუთრებით ბედნიერებას გისურვებთ აუცილებლად იმედია რაღაცა ცოტა ხანში აუცილებლად პირადადაც გნახავთ აუცილებლად ყველას კარგად ზანდებოდეთ დროებით